დღეს სამშაბათია, გადაცემა შინაგანი ხმა. თქვენს გვერდით არის და საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ყველაზე საშიში ზემოქმედებისგან, რომელიც არის მასიური ჰიპნოზი, ზომბირება. Საინტერესო თემაა, ჩვენთან არის სტუმრად ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელიც დაკვირვებულია და გამოცდილი არის აი ამ მიმართულების შეფასებითაც და მეც აღმოვაჩინე ამ ბოლო პერიოდის მანძილზე რატომღა ძალიან გამძაფრდა გავსი манипуляციები, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს მხოლოდ დღეს დაიწყო, ამას ბევრი წლის ისტორია აქვს, ნელ-ნელა წვეთ-წვეთად ეს ყველაფერი დღემდე მოვიდა. ჩემი ეს ის მიმართულება რომელთა ძალიან გატაცებული ვარ და ხობი ვამბობ რომ ჩემი ხობია სინამდვილეში საკმაოდ დიპლომები მაქვს დაგროვილი სხვა იტყვა და სპეციალობაა, მაგრამ მე ჩემ ძირითად სპეციალობას არ ვცდები, უბრალოდ ეს მართლა გატაცება არის და სერიოზული პროფაილინგი და იქ არის ქცევის მოდელირება, ძირითადად არის ტყუილის ამოცნობა, ქცევის მოდელირება. ძალიან საინტერესო მიმართულება არის და სხვანაირად იგივე პოლიტიკური პროფაილინგი, ну აი საოცრად საინტერესოა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია საქართველოში მიმდინარეობს პრინციპში 2020 წლიდან ფერადი რევოლუცია, ესე გახანგრძლივებული, მთელი თავისი კომპონენტებით, ხან უფრო მძაფრდება, ხან შედარებით ეშვება, მაგრამ ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც ადამიანების ჯგუფი, რომელიც საოცრად დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან და რომელშიც ეხლა ჩვენ დღეს ქართულ საზოგადოებაში ვხედავთ ორ ჯგუფს. ერთი, რომელიც საოცარი სიძულვით არის სავსე და ხანდახან ვისმენ ხოლმე, რომ მე მინდა თქვენ დაგემართოთ ესე, მე მინდა თქვენ გაწამდეთ ისე, ну პოლიტიკურ ჯგუფს ეუბნება რა და მათ მომხრეებს პოლიტიკურ ჯგუფს ისე და მოკვდეთ თუ და ისე დაიტანჯოთ როგორც არავინ არ დატანჯულო. ახლა ამისთვის იცით რა მკვლელი მე ხა ძალიან ბევრი მინახავს მკვლელის და მოკლულის ოჯახები, ხო? აი ესეთი გაბოროტება მე მოკლულის ოჯახში არ მინახავს. აბსოლუტურად კეთილი. ნამდვილად არ მინახავს. იცით, იქ მეტი არ წმენა და კი გამწარებული არის ადამიანი, მაგრამ აი ესეთი გაბოროტება, რასაც მე დღეს ვხედავ პოლიტიკის გამო, რატო ევროპაში მინდა და ვინ არ გიშვებს მე ევროპაში? ვინ არ გიშვებს? ვინ აი არის რაღაც რომ მიდიხარ გზაზე გადაგეღობა და ეს ხო რეალურად არ არის ეს პროცესები, ეს ხო დარქმეული, ეს ხო შექმნილი ჩარჩოებია და იმ ჩარჩოში ის ადამიანი ისე იბრძვის, ხო გენოდი მოკლულის მშობელი არ მწარდება, ისე როგორც ეს ადამიანები არიან გამწარებულები. ეს რა გამოიწვია ჩვენ რთულია ამას საუბარი, პროგრამირება არის. ხუთაშორის არსებობს ესეთი ეზოთერიული მიმდინარეობა, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი როცა ცდილობს ბავშვზე ავიღოთ, მაგალითად ცდილობს თავის დამკვიდრებას და ის ასაკი მოდის მასთან, თუ ის გარეთ უფრო აღიარეს ვიდრე სახლში, სამეგობროში და იქ უცებ აღიარებული გახდა, ის იქ დარჩება და იქ განაგრძობს გაზდას. შესაბამისად ფსიქოლოგიურად მას შეუძლია გაწიროს ის, რაც მანამდე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამის ფაქტები ახლა არაერთი გვინახავს ჩვენს ირგვლივ. როცა შენ შეგიძლია უფრო წმინდაზე უარი თქვა იმის გამო, რომ რაღაცები დაიკმაყოფილა შიგნით. ეს ჭირთ თუ რამე სხვა არის. თან საკუთარ თავში ძალიან ბევრი პრობლემის ნახვა არის. ალბათ საკუთარი ნიჭი, საკუთარი ძალის არაღიარება, ეს კომპლექსები და ნამდვილად გაღიარეს იქ. მიკუთვნებულობა, ხომ? აქ არიან ადამიანები ზუსტად ჩემნაირები, ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ. ძალას გრძნობს ადამიანი გარეთ, აი ძალა იგრძნო, მან და ეს მიკუთვნებულობა. ეხლა დღეს მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი გადის იდეისთვის, მაგრამ ამისთვის აი ეს მიკუთვნებულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამავე დროს ილუზორულ სამყაროში ყოფნა. ნახეთ, რეალობასთან აცდენა. ანუ NLP-ის ნეიროლინგვისტიკური პროგრამირებით თუ შევხედავთ, პირდაპირ გადატანილი არის ჩერჩო აბსოლუტურად სხვაგან, რეფრეიმინგია გაკეთებული და ის ხდება უმნიშვნელოვანეს და ხედავ იმ კუთხიდან, როცა ეს რეალურად სხვანაირად არის, მაგრამ იმდენად
ზუსტად ხედავ რომ დარწმუნებული ხარ რომ ესე არის და ვერ გადაგაჯერებს ვერავინ აბსოლუტურად. შავი წერტილი ფსიქოლოგიაში კონცენტრირდი აქ და დაივიწყე რა ხდება ირგვლივ. კი, აბსოლუტურად. მაგრამ მისტიური ნაწილიც რო არ დავკარგოთ, აქ ჩართული არის საკმაოდ ძლიერი მისტიური ინსტრუმენტი. შეიძლება ესე ითქვას. ამას უკვე მე ვეღარა ეს თქვენი მშვიდი ხმით სათქმელია. ხო, მე დავაკვირდი ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს, რიტუალურ წესებსა და ჩვევებს, რომელიც ზოგადად ეზოთერიულად ითვლება, რომ რუსთაველი ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილი ამ ქვეყნისთვის, ეს არ არის ის წერტილი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თბილისის გულია. ხო. თუმცა საქართველოს ენერგეტიკა აქედან იმუხდება. აი მე ჩემი დაკვირვებით შემიძლია ესე ვთქვა, ძალის წერტილები არსებობს და არის ის ძალის წერტილი ბევრი რამის გამო. შესაბამისად, როცა ვირუსი იქმნება და ვრცელდება ენერგეტიკულად იმ წერტილიდან, რომელიც პულსირებს, გადადის მთელს, ესე ვთქვათ, საქართველოს, შეიძლება ითქვას. იმიტომაც ირჩევენ ამ ადგილას. სამწუხაროდ. არჩევოთ ხო შემთხვევით. მაგრამ ძალიან ბევრს გამოეპარა, არ შეიმჩნია თამაში სპექტაკლში ჩაუთვალა ის, რაც მე როცა ვუყურებდი ამ ყველაფერს, არ ვიცოდი მეცინა თუ მეტირა, დამეწერა, მეთქვა, ეს არის ის რიტუალები, რომელიც ეს ხადად ტარდება, ხო? აი თუნდაც აი იცით რა არის, რასაც ძალის მესტა სილე ადგილზე ამბობთ, ნამდვილად არის ისტორიულად, ინტელექტუალურად ხარ რუსთაველის პროსპექტზე სიარული მოგვიშალოს ღმერთმა, მე ვქოს ნახეთ გურამრჩეულიშვილი და გალაქტიონი ეს არის ადგილები, რომლებიც უკვე ატარებს, რომელიც უკვე ჩაჯდა ჩვენს სიამაყეს, ჩვენ ეროვნულ სიამაყეში და აქ შილაფლავის გამოტანა, პლასმასის თებშებზე დარიგება და ვითომ ვიღაცის ქელეხია, ერთ ქელეხის გამოყენება და ისეთი რიტუალური მის გამოყენება, როგორც შილაფლავია, გარდაცვლილი ხსენება და ამის გამოყენება და დარიგება რუსთაველზე, ნუ ეს რაღაც სიგიჟეა. სულ მაინტერესებდა თქვენი აზრი აი ამ შემთხვევაში, თქვენ როგორ ხედავთ ამას? აი იგივე ქუთაისში მოხდა მე მგონი აი როდესაც ნემსებს რომ მარჭობს ამას აკეთებენ სერიოზულად მე ერთი გამახსენდა უკრაინელები რო ჩამოვიდა პირველი ტალღა რო ჩამოვიდა გაკეთდა ერთი რიტუალი არ ვიცი ქალაქგარეთ იყო სადღაც და ამაზე ძალიან დიდი ამბავი ავტეხეთ რომ ეს არ შეიძლება ეს წრეში იყო იცით და გამახსენდა ეს ჯერევენსკაია მაგია რომელიც უკრაინაში საკმაოდ გავრცელებული იყო და მე აიღეს ეს თორე ხა თუ საქართველოში ესენი გავრცელდებოდა უკვე ეს შელუცვებია თუ რაღაცა ეს აღარ ვიცი მაგრამ წრეში იდგნენ ბუნებაში ნუ სადღაც მთის იმასა და ნუ ხა ძალიან არასასიამოვნო კი არა იცით რა არის აი პირველი შეფასება რაც შემიძლია გავაკეთო ეს არის რომ ადამიანები როცა ხელს კიდებენ ერთმანეთს და დგებიან ერთი აზრის ირგვლივ კოსმოსში ეს ხმა ისმის უფრო ძლიერად ვიდრე ერთი რო დადგეს და ეს ყველაფერი გააკეთოს. მეორე უბედურება ეს ამ შემთხვევაში არის როცა სხვა ეთანხმება. ანუ მოყვები იმაში რომ ეს ყველაფერი თანახმა ვარ. აი სადღაც დუმილიც თანხმობა. იმიტომ რომ მე არ გეფუძვი შენ აკეთე რაც გინდა, ხო? მეორე მე არ დამოვიწყდება ის რომ ის მინდა ადგილები რამდენი ეკლესია არის ირგვლივ. აბა, ხო? და მართლმადიდებლები, რომელებიც იქ არიან, ამას უშვებენ. ეს რწმენაზე პროვოკაცია უკვე. მეც გამიკვირდა მართალი გითხრათ, აი ბოლოს ქვაბიედო რუსთაველზე, აი ბაზ ვამბობდა, კიდე სიგიჟე მგონია რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, არ და მოხდა, ხო?
და ხარშავდა ეს ადამიანი და კაფსაც ხდიდა ყვევით. აი ცით რა გამიკვირდა რომ აი შეულებრივ ეს არ იყო ჩემი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ეს ხო ქაშვეთის ხდება და ეს ხო საქართველოში ხდება და ამას რიტუალს აი ქართველებისთვის საქართველოში ეხა შელოცვები ვიცი წიგნებიც მაქვს მთელი ქართული ხალხური ფაქტურად სიბრძნეარი შელოცვები ხო მაგრამ აი ეს ჩვენთვის ორგანულია თუ ესეც იმ ციფსოდან არის ჩამოწოდებული აი ეს მაინტერესებს თქვენ იმიტომ რომ ეს ქართული ნამდვილად არ არის ხო? არა, ქართული არ არის, ეს არის სლავური, რუსული, უკრაინული ფესვებიდან და შეიძლება ითქვას, რომ ცოტა უფრო იქით ამერიკასთანაც კავშირი აქვს და ძალიან გავს აი შამანურ გამოვლენებებს, რომლითაც პროგრამირება ხდება ასე ფსიქოემოციურ ენერგეტიკულ დონეზე და მოჯაჭვა იმისა, რომ ადამიანს ჰქონდეს სურვილი ეს კიდევ განიცადოს. ამიტომ ეს ძალიან საშიშია. იცით, აი ფსიქოლოგიაში ხა მე გეშტალტი ჩემი დიდი ინტერესი იყო და 4 წელი მეყვებოდი და ველის თეორია, ხო? როდესაც აი აქ რაღაც იცვლება, აუცილებლად იცვლება სხვაგან. თქვენ მით უმეტეს ენერგოინფორმაციული ველი თქვენთვის ეს ფაქტურად ერთი და იგივეა ალბათ და თქვენ ამას უფრო კარგად ხედავთ და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა როდესაც სვანური ზარი მოვისმინე მე მაგალითად პირველად აი იცით რამ ძიმე იყო ჩემთვის მივხვდი რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი რამ ეს იყო ისეთი საოცარი ენერგეტიკული ზემოქმედება რომ მე მაგალითად ვერ გავუწელი ვერ შევძელი მამაკაცების თბილისში იყო ეს და აი ეს ხმები რომ მოვისმინეთ ჩემზე საოცრად იმოქმედა როგორც რთულმა ეს არის უძველესი ქართული კი მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ ეს შემოტანილი ეს ყველაფერი რომელიც შემოდის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული შეიძლება ითქვას და ენერგეტიკულად ხო ვთქვი რომ ეს არის ვირუსი რომელიც შედის ქართულ ფუნდამენტურ ძალაში ადამიანებში და მე ვფიქრობ რომ მინიმუმ ეს არ უნდა გახდეს მიღებული არ უნდა დავეთანხმოთ მეც აბსოლუტურად გეთანხმებით ალბათ ამაზე რეაქცია მინიმალური მაინც უნდა იყოს რომ ამით ეს არის ჩემი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა აი ეს მაგიური რიტუალის მოწყობა რუსთაველზე ეს არის ჩემი ქალაქის ჩემი დედაქალაქის მე შეიძლება მე თბილისელი არ ვიყო დაუშვათ მაგრამ ჩემი ქვეყნის დედაქალაქია და ხალ ადამიანს მსგავსი ზემოქმედება ეს არაერთხელ არის დაპრაქტიკებული ხჩემსფეროს ეს უკეთესმის რომ ფოტოსურათის გამოყენება სახელი გვარი ვიზუალური ეფექტი მისი ზემოქმედება გარკვეულ საგანზე მეთოდით ენერგეტიკულით რა თქმა უნდა იწევს იმ ადამიანს ეს ზემოქმედებას დაზიანებას. ეს ჩვენ გვინახავს ქუთაისში თუ არ ვიცი რომელიღაც ყოველ შემთხვევაში საფლაოს ნახესო რამდენიმე მაშინ სურათები თითქოს გარდაცვლილთან სასახლეში ჩატანებული და ასე შემდეგ, მაგრამ აი ნახეთ თუნდაც ეს მომენტი სასახლე ჩვენ ვამბობთ გარდაცვალება სიკვდილი ნაკლებად ვამბობთ გარდაცვალება მე მაგალითად კუბოს სიტყვას არ ვამბობ გარდა სასახლეს ვამბობ იმიტომ რომ მართლა ადამიანი რასაც ცხოვრებაში აგროვებს აი იმ სასახლეში მიაქვს და თავიცი სხეული ანუ მისი ტანის სამოსი ხო სულის სამოსი არის სხეული და მიაქვს იმ სასახლეში და ამ დროს სასახლე გამოატარეს რუსთაველზე და აი აქ ამ ხელა რიტუალური წარმოიდგინეთ ქართულ ცნობიერებაში გარდაცვალება ანუ გადასვლა სიკვდილს არ ამბობს სასახლე კუბოს არ ამბობს ქართველი და სასახლეს ამბობს გვამს ვამბობთ მხოლოდ სპეციალობისგან გამომდინარე ხედარი ნახე როგორი სხვანაირი და ამ დროს აი ამ სასახლეს გამოატარებენ რუსთაველზე, მერე სასახლის დამცხვარს აკეთებენ ინფორმისას და იმას ჭამებებნიერებენ. ნუ აი რა არის რომ მე რამდენად მიიღებს ქართული ორგანიზმი? ხა მე ვარ, თქვენ ხართ, უამრავი ადამიანია, რომელიც ამას არ მიიღებს. არც ბრაზით არ წამოიკიდება, მაგრამ არ მიიღებს და აი რამდენად ჩემი სფერო არის ისე მოწყობილი, რომ ჩემთვის ადამიანი არის მნიშვნელოვანი და მისი ეს პოლიტიკური მმართველობები ცალკე ამბავი არის, ხო? მაგრამ მე რა შემიჩნევია, რომ ეს იწევს იმ განცდას, რომ
როცა ეს ამ რიტუალში მონაწილეობას იღებ, მე იმ ადამიანის მოკვლის სურვილი ნამდვილად გიჩნდება. პიროვნულად კოდირება, ხო? მე თუ ერთხელ ეს გავაკეთე რიტუალურად. თუ დაუშვი, კი ბატონო. ხო, მაშინ მე შემიძლია მეორედ ვქნა უკვე ფიზიკურად. სოლიდურად გეთანხმებით. ხო, შეიძლება ჩვენ ვართ ძალიან ფრთხილი საზოგადოება. ამ კუთხით ვერ ვსაუბრობთ. ხო, ვერ ვსაუბრობთ ისე როგორც საჭიროა, თუმცა ამაზე უფრო მეტი საუბარი არის საჭირო იმისთვის, რომ იყოს ანტიკოდირება და დაცვა იმისი, რაც მნიშვნელოვანია. ეს არ გაჩერდება შემდეგი პერიოდის მანძილზე. არა, ეს როგორც რადიაცია იმატებს და ის ადამიანები სხვას დაავირუსებენ, როდესაც განსაკუთრებით ეხლა წავიდა ისეთი მსხრევა, რომ აქ ფსიქოზები წავა, დეპრესიები არა, ფსიქოზები წავა და უძველესი რიტუალები, ხო, აი პირველ ყოფილი ადამიანების ესე გამოიყურებოდა, რომ სანამ სანადიროდ მიდიან, ხატავენ აი ამ სიმბოლოს. მერე ასრულებენ და მერე მიდიან სანადიროდ. ანუ ზოგადად ეს რიტუალური მაჩვენებლები ყოველთვის იყო მომზადება, რომ ამან გაიგოს მერე რა უნდა ქნას. და ეს არის საფრთხე, რომელსაც ჩვენ ასე ძალიან სერიოზულად ჩამაფიქრეთ, კი. ეს არის მოდელირება, ქცევის მოდელირება არის ფაქტიურად რა. აქეთ რო გადმოვთარგმნო, ქცევის მოდელირება არის. როდესაც ის ეჩვევა, თუნდაც ავიღოთ ჯარისკაცის წორთნა, ხო, ახლა ძალიან მიწიერში წამოვიყვანე, მაგრამ გასაგებიც რო იყოს, იცით, სხვა ჯარისკაციდან იღებს მოდელს. ხო, ჯარისკაცი, რომელსაც ფიტულია, ის ესვრის ამას, ის მიდის შეტევაზე, ის ურტყავს, ხო, ისე მართალი ხართ, იცით? ხო, წორთნები ხო ამას ემსახურება და შემდეგ მიდის ის ნამდვილად ბრძოლაში და ომში. და უკვე მისთვის ის აღარ არის, ის უკვე მოხდა დეჰუმანიზაცია. ანუ ის ადამიანი კი არ არის თავის ტკივილებით და იმით ერთი საინტერესო აი ზუსტად აქვე ჩავსო. ნახეთ, ისე იყო, რომ ეხლა აქცია, რომელიც ეხლა ხანს იყო, ну პოლიციას აგინებენ რაღაც საოცრად, რომელიც ასევე არაქართული ფენომენია, ხო? დედის გინება და ქალებისგან ეს ხმამაღლა ეკრანის წინ გინება, ну რაღაც წარმოუდგენელია და იქედან მიიღეს პასუხი პოლიციელისგან. და მესმის ხმა, ნახეთ რა ხდება, რას აკეთებენ პოლიციელი გინება. და აი როგორ გითხრათ და ერთი წუთი ვიფიქრე, კიდე კარგი მეთქი. ანუ აქ რა მოხდა, რომ პოლიციელი ის რობოკოპის დეჰუმანიზირებული რაღაცა ძალა, რომელსაც ებრძვი, უცებ ადამიანად იქცა. პოლიციელი იგინება, მოიცადე, შენ თუ იგინები, შენი ცოლი თუ იგინება, შენი შვილი თუ იგინება და აგინებს იმას. იმან ხმა მოიღო, ადამიანი ყოფილა და სადღაც ვიფიქრე, რომ იქნებ სწორიც იყო ეს, რომ ნახეთ, თქვენ რომ ეს მოგესმინათ, ნახეთ რა ხდება, პოლიციელი იგინება. ანუ ეხლა რო ვთქვათ, რომ კლდემ ელაპარაკება, მთად ამელაპარაკა, ხო? დაახლოებით ესეც ხო მისტიური ადამიანი ყოფილა. აი რამდენად შესულია. ეხლა გამახსენდა თქვენთან საუბარში, რამდენად შესულია, რომ ვაიმე, პოლიციელი იგინება. ხო, ეს შემახსენებლები აკლია. როგორც ჩანს, გჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ჩვენი მობილური მოწყობილობა, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს თითოეული ადამიანის ფსიქოლოგიაზე და არაერთი ფაქტი არის და თუნდაც პაციენტები ჩემთან იმ მიმართულებით, რომ ამან საშინელება უქნა ამას. ეს არის ჩვენი აღქმის ორგანოები, ხო? რითაც აღვიქვავ, იმით ვფილტრავ, მე ვიმახსოვრებ და ქცევის მოდელირება. ბოლო პერიოდის მანძილზე აქტიურად შევამჩნია ის, რომ ადამიანები როცა ლაივში გადიან, ან ფოტოს იღებენ, ვიდეოს, ან როცა ტელეფონთან აქვთ კომუნიკაცია, უფრო ახლობელი არის მათთვის ეს და აი ეს რომ ჩართავენ, უკვე იღიმებიან, ადვილები ხდებიან. ხო, ადვილი დამოკიდებული. ის ურთიერთობა ადვილია. როგორც კი ამას ჩამოწერენ. აი ჩვენთან ახლა ჩვენ ვზივართ ორი ადამიანი და ნახეთ ვხედავთ, აი სიყალბეს ურთებ დავიჭერთ, ეს კომუნიკაცია ცოცხლა, ეს თელი შრომა არის. ეს არ არის უბრალოდ. აი აქ მოდის ძალიან დიდი ზემოქმედება, დიდი წონა ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და მე ხშირად ვიცინი ხოლმე, როცა ეს ვხედავ გარკვეულ მოდი ესე დავარქვათ, სპეციალურად მომზადებულ კოდებს თუ ადამიანს რა უნდა სურდეს.
რა უნდა სურდეს თქვენ როგორ შეაფასებდით ამას ჩვენ ყავს ახალგაზრდები გვეზრდებიან საქართველოში ჩემს ცნობიერებას ახსენდება ჩემი ბავშვობა ბებია როგორ მიმზადებდა გემრიელ ისუნი განცდა თამაში გარეთ ეზოში ასე შემდეგ მათი მოგონებების სისტემა რაზე დაშენდება მომავალში მომავალთაობებში იქნება ეს აი დაუბრუნდებით ჩვენს წინა გადაცემას სადაც თით გამახსენდა ჩემი აი მოგონებებიო და ჩემი პედაგოგი ვინც მე ექსპერტიზა მასწავლა ანუ ის 6 თვიანი ის მასთან ვიყავი მიმაგრებული და მასწავლიდა და რა გვასწავლა იცით ორნი ვიყავით დღეს ის მეორე ადამიანი ჩემი მეგობარია პათანატომია იქ და რა გვასწავლა იცით რომ როდესაც აქედან გახვალ და კარებს გაიხურავ, დაივიწყე ყველაფერი რაც იყო, გიხაროდეს ღრუბლის დანახვა, გიხაროდეს ფოთლის დანახვა, ბავშვის დანახვა და ყველაფერი გიხაროდეს. აი თუ ეს არ წავიდა, აი ალბათ პოზიტივისკენ რეცეპტები როგორ წავიდეს ეს პოზიტივისკენ. ხო, ამაზე არის საფიქრი. იმიტომ რომ ეს სიყვარული გჭირდება. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ჩემი სტუმარი რადიო იმედის სტუმარი ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და მგონი ვერაფერი ვერ თქვით ისე როგორც საჭიროა და ამიტომ შემდეგ გადაცემებში აუცილებლად რეცეპტებზე ვიფიქროთ ჩვენ ერთი უკვე თქვით ჩვენ თავი მოვხადეთ იმ მნიშვნელოვან თემას რომელიც პანდორას ხუთი ახლა არის უკვე გასაცნობიერებელი და რა ვქნათ აცი. მადლობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის.